ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს თქმით, იგი სხვადასხვა ხერხს განიხილავს, რათა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინა უფრო ძლიერი იყოს. ამის შესახებ მარკ რუტემ გუშინ 18 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან განაცხადა. ის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდის წევრები იყვნენ საუკეთესო ფორმაში იმ დღისთვის, როცა ისინი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას გადაწყვეტენ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქმე ჩვენს თავდაცვას ან იარაღის სხვა სისტემას ეხება, ჩვენ ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც შეგვიძლია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ერთიანი პოზიციისა და მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების აუცილებლობაზე. თქვენ თითქმის ყველაფერი თქვით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი დღე ბრიუსელში მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შევხვდეთ ყველა პარტნიორს და ევროკავშირის წევრების არა ცალკეული, არამედ ერთიანი პოზიცია მოვისმინოთ. დღეს 19 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის სამიტი, რომლის ფარგლებშიც უკრაინის ომისა და ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ. სამიტის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.